მოგესალმებით, მეორე ვარიანტი გავარჩიე და ეხლა თქვენთან ერთად მივყვეთ ყველა საკითხს. პირველი საკითხი მარტივია, ცხადია და ძილადიდან ნაწილადებში გადაყვანდა პირიქით არის აქ ციცრად გამოსაყენებელი და საბოლოოდ მივიღებთ, რომ 3 შეიკვეცება და 10 გაყოფილი 2-ზე 5-ია. ეს არის პირველი. შემდეგ 2025-ის ყველა განსხვავებული მარტივი გამყოფის ჯამი უნდა ვიპოვოთ. მარტივი გამყოფები მას აქვს 3 და 5. ერთი არ იცვლება მარტივად, არც მარტივია და არც. ამიტომ 3 და 5-ის ჯამი არის 8. ანუ 8 არის ამისი პასუხი. შემდეგ ტელევიზორის ფასი ჯერ შემცირდა 20%-ით, შემდეგ 10%-ით. სულ რამდენი პროცენტით შემცირდა ტელევიზორის ფასი? ანუ იყო x-ი, გახდა 0.8. ესე x-ი იყო, გახდა 0.8x-ი. 20-ით გახდა. ეხლა ეს კიდევ შემცირდა 10%, ანუ გახდა 0.8x-ი გამრავლებული 0.9-ზე. 10-ით შემცირდა, ხო? ეს იქნება 0.72, ანუ 72% გახდა და შემცირდა 28%. პასუხია 28%-ით შემცირდა. ესე მოცემულია 60 კუთხედის ყველა კუთხეების შეფარდება ერთმანეთს როგორც 1, 2, 4 და 5, ვიპოვოთ უდიდესი კუთხე. ეს ნიშნავს წილებია კუთხეების, ანუ სულ რამდენი წილია დავითვალოთ, ეს არის 12 წილი. 12 არის 4 კუთხედის შეთაკუთხები 360 გრადუსი, ანუ 12x-ი არის 360 და x-ი არის 30 ტოლი. ანუ მოდი გრადუსებს დავწეროთ და უდიდესი კუთხე იქნება, უდიდესი არის 5. 5 ჯერ 30 არის 150 გრადუსი, ყოფილა უდიდესი კუთხე. წრის ფორმის გასაშლელი მაგიდა გვაქვს. სანამ ის წრის ფორმისა, სანამ გაშლიდან მისი სიგრძე არის 2 პისტოლი. და როცა გაშალეს მას მართკუთხედი ჩაუდგეს შიგ. ეხლა ნახოთ, თუ წრის ფორმა წრის სიგრძე 2 პისტოლია, ზოგადად წრის ფორმულა არის სიგრძის 2π, ხო? მაშინ r ყოფილა 1 ტოლი. ანუ r წრის არის 1 ტოლი. ხოლო მაშინ აი ამ მართკუთხედის განზომილებებიდან მიცით მხოლოდ დიაგონალი და დიაგონალი არის ფესვით 13 ტოლი და ეხლა უკვე გავიგეთ აი ეს სიგანეც, იმიტომ რომ რადიუსი 1-ია, მაშინ მთელი სიგანე 2 ტოლი იქნება. პითაგორათი ეს კათეტი ტოლი იქნება ფესვით 13-ის კვადრატს გამოკლებული 4, 2-ის კვადრატი 4, ანუ ის იქნება 9, ფესვით 9-დან 3, ანუ გავიგეთ ამ მართკუთხედის სიგრძე სიგანე. ეხლა უნდა გავიგოთ, რამდენჯერ გაიზარდა ფართობი გაშლილ მდგომარეობაში, ვიდრე წრე იყო. ვიდრე მრგვალი მაგიდა იყო. ანუ ამისთვის ფიგურის ფართობი გავყოთ წრის ფართობზე, შევაფარდოთ. ფიგურის ფართობი რა არის? ეს არის წრის ფართობის და მართკუთხედის ჯამი, ანუ s-ი წრის დამატებული s-ი მართკუთხედის, შეფარდებული s-ი წრის. წრის ფართობი გამოთვლა π-ს კვადრატით, მაგრამ r 1 ტოლი, ამიტომ იქნება π-ს დამატებული მართკუთხედის ფართობი არის 3 ჯერ 2, 6 შეფარდებული π-სთან. შეგვიძლია წილადი გავხლიჩოთ და გვექნება π შეფარდებული π-სთან დამატებული 6 შეფარდებული π-სთან, მაგრამ π შეფარდებული π-სთან 1 ტოლია, ამიტომ გვექნება 1 შეფარდებული π-სთან, აი ამდენჯერ მეტია, ესე იგი ახალი ფართობი, როცა გაშლილ მდგომარეობაშია მართკუთხედი. გამოვთვალოთ ეხლა ეს გამოსახულება. აქ გვაქვს ესე იგი ახარისხებული, ახარისხების დროს ხარისხის მაჩვენებლები მრავლდება. ამიტომ აქ იქნება ფორმულა a - b გამრავლებული a + b-ზე, ხო? a კვადრატს - b კვადრატი, ანუ 0.5, ფესი 0.5-ის კვადრატს გამოკლებული 1-ის კვადრატი. ეს არის 0.5 გამოკლებული 1 - 0.5. ანუ გვექნება ფესვი 2 გამრავლებული 2 ხარისხად - 0.5, ჩავწეროთ როგორც -1/2. მინუსი ხარისხი რას უშვება? ნიშნულში გარადის რიცხვი, გვექნება ფესვი 2 1 შეფარდებული 2-ის 1/2 ხარისხი. 2-ის 1/2 ხარისხი იგივე ფესვი 2-ია. ფესვი 2 შეიკვეცება, პასუხად დაგვრჩება 1 ტოლი. მოცემულია ფუნქცია f(x)-ის, უნდა ვიპოვოთ f2-ის. ეს ნიშნავს, რომ რაც x-ია, იქ ყველგან ჩავწერთ 2-ს. ანუ 9-ს გამოვაკლოთ 2 ჯერ 4 ეს არის. დავწეროთ გამოვაკლოთ 4 ჯერ 2 შეფარდებული 2 ფესვი 2-დან დამატებული 3. 9-ს გამოკლებული 8 1-ია, გვექნება 1 შეფარდებული 2 ფესვი 2-დან პლუს 3. მოვსწრებთ ირაციონალობა მნიშვნელში, ამიტომ გავამრავლოთ მინუსზე, 2 ფესვი 2-ს -3-ზე, გვექნება ისევ a კვადრატს - b კვადრატი, ანუ 2 ფესვი 2-ს -3-ზე ვამრავლებთ. გვექნება ესევით 2 ფესვი 2-დან -3
შეფარდებული. ეს კვადრატში ავა იქნება 8-ს -9, ანუ -1. ეხლა ნიშანი შევცვალოთ და გვექნება 3 -2 ფესვი 2-დან. ამ -1-ზე გავმრავლე ყველაფერი და დაგვრჩა პასუხად 3 -2 ფესვი. OX, Y სიტყვის 1-4 წერტილი მდებარეობს აი ამ წრფეზე, y-3x + b წრფეზე, იპოვეთ ამ წრფეზე მდებარე იმ წერტილის ორდინატა, რომლის აბსცისა 5-ია. ანუ იპოვოთ y, რომლის x-ის 5-ის ტოლია. ანუ ყველა x თავის y აქვს, ხომ? აი ახლა ეს მოცემული წერტილი, რადგანაც ეკუთვნის ამ წრფეს, ჩავსვათ ეს y-ია, ეს x-ია. y-ის მაგალითად 4 ჩავწეროთ, 4 უდრის -1 გამრავლებული 3-ზე არის -3-ს დამატებული b, საიდანაც -3 გადავა როგორც პლუსი, დაემატება 4-ს და b გამოვიდა 7-ის ტოლი. ეხლა ავიღოთ ეს წერტილი, y-ია, უნდა ვიპოვოთ y არის -3 ჯერ 5 არის -15, b უკვე საერთო აქვს ყველას, ეს არის 7-ის ტოლი, დამატებული 7, ეს არის -8. პასუხად მივიღეთ -8. შემდეგი, აი ამ შემდეგ გამოცანაში მოცემული არის ფუნქციის გრაფიკი, მოცემული ფუნქციის აშეფარდებული x + b-სთან. ამის განსაზღვრის არის -უსასრულობიდან -4-მდე, -4 პლუს სასრულობა. იპოვეთ a + b თუ, ესე იგი a + b უნდა ვიპოვოთ, რას უდრის? თუ გრაფიკი y ღერძს გადაკვეთს 0, 1/2 წერტილი, შეიძლება გადაკვეთს ისა. ესე იგი, ისევ გვაქვს მოცემული წერტილი, რომელიც ეკუთვნის აი ამ გრაფიკს, ამიტომ ჩავსვამთ აი ამ ფუნქციაში fx იგივე y-ია, ანუ 1/2-ია. ხო, შეგვიძლია განსაზღვროთ. ესე იგი, რადგანაც განსაზღვრის არე x აქვს -4 არის, ესე გამორიცხული, გამოდის რომ b4 უნდა იყოს, იმიტომ რომ ნიშნულში თუ გვაქვს x + 4, ნიშნული რომ 0-ის ტოლი არ იყოს, ამიტომ x-ი არ უნდა იყოს -4, ანუ -4, იმიტომ არა საკასიპტოდა, -4 უნდა იყოს x-ა, 4 უნდა იყოს b და ამიტომ აქვს ესეთი განსაზღვრის არე. ანუ b უკვე ვიცით რომ არის 4-ის ტოლი. b 4-ის ტოლია. ეხლა ესე იგი ჩავსვათ ეს წერტილი ამ ფუნქციაში, გვექნება fx იგივე y-ი, ანუ 1/2-ია, 1/2 უდრის a შეფარდებული. x-ი აქ 0 გვაქვს, 0-ს დამატებული b არის 4-ის ტოლი, a შეფარდებული 4-თან. აქედან 2-ის ტოლი უნდა იყოს აუცილებლად. a არის 2-ის ტოლი, იმიტომ რომ მეთხედ 1/2-ია, b თუ 4-ია, 2 + 4 არის 6-ის ტოლი. შემდეგ მოცემული გვაქვს ესე იგი კვადრატული ფუნქცია, სიმეტრიის ღერძი x უდრის -3 არის წრფე. ვიპოვოთ აი ამ a პარამეტრის მნიშვნელობა. სიმეტრიის ღერძი რას ნიშნავს? ესე იგი, პარაბოლას, აი წვეროს ეგადის სიმეტრიის ღერძი ესე. ეს სიმეტრიის ღერძი, აი ეს წერტილი თანაბადაა დაშორებული x1 და x2-დან. სხვათა შორის და მათი საშუალო არითმეტიკული სტოლია. კარგი, ეხლა ესე იგი, ეს წრფე, ეს წერტილი იგივე x0-ია. ხო, x0 გამოიცვლება ფორმულით -b შეფარდებული 2a-სთან. -b ჩვენთან არის -a, -b იქნება უბრალოდ a-ს ტოლი. ესე იგი, დაწვრილებით იმიტომ მინდა ვთქვა, რომ შეიძლება ბ-მა ვერ გაიგოს, ანუ ფორმულა არის ესეთი -b შეფარდებული 2a-სთან. ხო, ესეა. ჩვენ შემთხვევაში -b არის, ანუ b არის ესე a, -b იქნება a დადებითი, ანუ a დადებითი შეფარდებული 2 × 2 4-თან. მაგრამ ეს მოცემულობით იყო -3-ის ტოლი, -3-ის ტოლი. საიდანაც a უნდა იყოს აუცილებლად -12, ხო? -12 გაკვეთილი 4-ზე -3 იქნება. შემდეგ წესიერი 20 კუთხედის პერიმეტრი 40-ის ტოლია, ვიპოვოთ მასზე შემოხაზული წრეწირის რადიუსი. ნუ აქ ახლა ნაწილი დავხაზე, ესე იგი 20 კუთხედს ვერ დავხაზებ ფაქტიურად, ფიზიკურად. და შემოხაზული წრეწირი გადის მის წვეროებზე გადის, ჩახაზული გადის მის გვერდებზე ესე შუაში წესიერზე. ამიტომ ჩვენ გვინდა ეს რადიუსი ვიპოვოთ, აი ეს რადიუსი გვაქვს საფონელი. აი აქ შეიქმნება სამკუთხედი, ესეთი ტოლფერდა, აქ გადმოვხაზავ. ტოლფერდა სამკუთხედი შეიქმნება, რომლის ესენი გვერდები რადიუსებია. ხოლო ეს არის a-ს ტოლი, გვერდის ტოლი. ანუ რადგანაც 20 a უდრის 40, ანუ 20a 40-ის ტოლია, თითეული გვერდი 2-ის ტოლია. 2-ის ტოლია. ეხლა ჩვენ გვინდა ეს კუთხე დავითვალოთ, ჯერ ეს რამდენი იქნება. ესე იგი, რადგანაც 20 კუთხა 360-ზე გავყოფ და თითეული კუთხე იქნება 18 გრადუსი, ხომ? ეს არის
p მეათედი. ანუ p მეათედი, ნახეთ p მეათედი არის 18 გრადუსი, იმიტომ რომ 180-ია p და 18 გრადუსია. მაგრამ ჩვენ გვინდა მართკუთხა სამკუთხედი შევქმნათ აქ, უფრო გაგვიმარტიდება, იმიტომ რომ ეს თუ მთლიანად არის 2 სტოლი, ნახევარი იქნება 1 სტოლი აქეთ, ეს რადიუსი გვაქვს საპოვნი, ეს კუთხე ჩვენ, ესე იგი, ახლა გაიყო შუას და იქნება 9 გრადუსი, ანუ იგივე p მე-20, ანუ p მე-20 არის 9 გრადუსი, 9 გრადუსი ხო ასეა? და შეგვიძლია გამოვითვალოთ, ესე იგი, როგორ ეს არის p მე-20, ანუ სინუს ალფა უდრის მოპირდაპირე კასეტი შეფარდებული ჰიპოთენუზასთან, ანუ სინუს p მე-20 უდრის სინუს p მე-20 უდრის 1 შეფარდებული r-თან, საიდანაც r უდრის 1 შეფარდებული სინუს p მე-20-თან. 1 შეფარდებული სინუს p მე-20. ესე იგი, სამ ფილმმა ასრულებს 60 მილიონი ლარის ღირებულების ერთობლივ პროექტს. ამ ფილმების პროექტში ჩადებული თანხების განაწილების წრიულ დიაგრამაზე მესამე ფილმას შეესაბამება 90 გრადუსიანი კუთხის სექტორი. მოდი ახლა ეს ნახოთ, აქვე მოვნიშნოთ. ესე იგი, მეოთხედი შეესაბამება მესამე ფილმას. აი ეს არის მისი სექტორი, მესამე ფილმის. ანუ რამდენი ყოფილა მისი 60-ის მეოთხედი არის 15 მილიონი, ანუ მას 15 მილიონი ჩაუდევს. შემდეგ თითოეულმა ფილმამ ჩადო 5 მილიონი, ანუ ამის თუ იყო 15 გახდა 20 მილიონი. 20 მილიონი ლარი არის მისი შენატანი. სულ თითოეულმა 5 შეიტანა, ანუ იყო 60 გახდა 75, ახლა გახდა 75 მილიონი არის ჩადებული აი ამ საქმეში. ახლა მისი შესაბამისი სექტორის გრადუსული ზომა რამდენად შეიცვალა, გაიზარდა თუ დაიკლო პირიქით. გავიკოთ ხომ? ესე იგი, ახლა 20 მილიონი ლარი მისი სექტორი იქნება x გრადუსი, ხოლო ყველა იქნება 360 გრადუსი. 360. შევადგენთ ესე იგი პროპორციას x უდრის, პროპორციას ვადგენთ 20 ჯერ 360 შეფარდებული 75-თან, ეს არის 96 გრადუსი, ანუ გაიზარდა 6-ით, გაიზარდა 6 გრადუსით გაიზარდა მისი შესაბამისი სექტორის კუთხე. შემდეგ მოცემული გვაქვს ისეთი კუთხის პირამიდა და პრიზმა, რომ მათი წახნაგები, მათ აქვთ ტოლი რაოდენობის წახნაგები. მე გავაკეთე პატარა სქემა და ნახეთ როგორ შეგვიძლია შევადგინოთ. პირამიდა, თქვათ, არის 4 კუთხა. 4 კუთხა ნიშნავს, რომ ფუძეში 4 კუთხე აქვს, მაგრამ მას აქვს კიდევ ერთი წვერო, ხო? ამიტომ მას აქვს სულ 5 წვერო, 4 ძირში და 1 წვერო. ანუ თუ არის 4 კუთხა, 1-ით მეტი წვერო აქვს, ანუ n+1 აქვს წვერო. ეხლა წახნაგების რაოდენობა. წახნაგები აქვს 1 ფუძეში და გარშემოს იმდენი რამდენი კუთხა, ანუ ისევ n+1. და რამდენი აქვს მას წიბო? წიბოები ფუძეში აქვს 5 წიბო, 5 გვერდი და გვერდებშიც 5 წიბო, ანუ 2 ჯერ მეტი, ანუ 2n სტოლია. ეხლა n კუთხა პრიზმაში. დავითვალოთ აქაც წვეროების რაოდენობა. პრიზმას აქვს 2 ფუძე, წვეროები მას აქვს 2 ჯერ მეტი, ესე იგი 5 კუთხა თქვა, 5 ქვევით, 5 ზემოთ, ანუ 2n აქვს წვეროები. წახნაგებს რაც შეეხება, გვაქვს ესე იგი გარშემო თქვა 5 კუთხას 5 წახნაგი და კიდე ემატება 2 ფუძეებში, ანუ m+2 გვაქვს წახნაგების რაოდენობა, ხოლო წიბოები მისი არის 3 ჯერ მეტი, 3 ესე იგი ფუძეში, გვერდებზე და ზემოთ, ეს არის 3m სტოლი. ეხლა მოცემულობით ტოლი ნათქვამი იყო, რომ მათ აქვთ ტოლი, საერთო წახნაგები აქვთ ტოლი. ანუ წახნაგები მას n+1-ია, n+1 უდრის m+2-ს. საიდანაც n უდრის m+1. მეორე მხრივ, მოცემულობაში გვაქვს ასევე, რომ პრიზმას 7-ით მეტი წიბო აქვს, ვიდრე აღნიშნულ პირამიდასო. აი ამის წიბო 3m-2n, 3m-2n არის 7 სტოლი. ეხლა ეს ორი განტოლება გვჭირდება, რადგანაც n აქ მარცხენა მხარეს, აქაც მარცხენა მხარეს n გადმოვიტანოთ, 2n უდრის 3m-7. -7. და ორზე გამოვიდოთ განტოლებაც გვექნება 2n უდრის 2m+2. გამოვაკლოთ ერთს მეორე, მოდი ამას გამოვაკლოთ ქვედას, აქ რჩება 0, n
-9, საიდანაც m უდრის 9-ს. ეხლა რამდენი წვერო აქვს მასო? წვერო ქონია 2 × 9, ეს არის 18, ან 18 წვერო აქვს მოცემულ პრიზმაზე. OXY საკურნალო სითხეზე მოცემულია OABC რომბი, რომლის გვერდის სიგრძე 2 ტოლია. AOC კუთხე 45 გრადუსია, ხოლო იპოვეს B-ს აფსისა, თუ C მდებარეობს აფსსა და ღერძის დადებით ნახევარ ღერძზე. ანუ OX-ის დადებით ნაწილში მდებარეობს C, თუ C აქ მდებარეობს AOC 45 რომ უნდა იყოს, მაშინ რომბი მიიღეს ესეთ სახეს. ესეთი ნახაზი გვექნება. უნდა იპოვოთ B-ს კოორდინატები, B-ს X კოორდინატა უნდა იპოვოთ. ესე იგი, რადგან 45 გრადუსია, აქაც 45 გრადუსი გვექნება, იმიტომ რომ ეს არის პარალელური წრფეები გადაკვეთილი 1/3 წრფით. მაშინ აქ მივიღებთ ტოლფერდა და მართკუთხა სამკუთხედს 45, 90, 45, ანუ ესენი ტოლია და ტოლფერდა და მართკუთხა სამკუთხედში თუ გვერდი A არის თითოეული კათეტი, მაშინ ჰიპოტენუზა იქნება A ფესვი 2-დან. ხოლო თუ თვითონ ჰიპოტენუზაა A-ს ტოლი, მაშინ კათეტები იქნება A შეფარდებული ფესვი 2-თან. ფესვი 2-თან. აი ესე. ეხლა რადგანაც ეს 2 ტოლია, რომბი გვერდი ეს 2 ტოლია, მაშინ გვერდები იქნება 2 შეფარდებული ფესვი 2-თან. 2 შეფარდებული ფესვი 2-თან. ანუ ეს იგივეა რაც ფესვი 2, იმიტომ რომ 2 ხომ ფესვი 2 ფესვი 2-ზე ნამრავლია, ფესვი 2 შეიკვეცება და მივიღებთ საბოლოოდ ეს არის ფესვი 2-ის ტოლი. ანუ ეს თითოეული კათეტი ამ სამკუთხედში იქნება ფესვი 2-ის ტოლი. ხოლო აი ამ ბეწეთილის X კოორდინატა იქნება 2-ს დამატებული ფესვი 2. ან 2-ს დამატებული ფესვი 2 არის ამისი პასუხი. რაც შეეხება Y კოორდინატს, იქნება ფესვი 2-ის ტოლი. შემდეგ ელენე 5 დღეში ასრულებს 5 დღეში აკეთებს 75 სავარჯიშოს. ანუ ისე რომ ყოველდღიურად უფრო მეტ სავარჯიშოს ხსნის, ვიდრე წინა დღეს. სავარჯიშოების რა უმცირესი რაოდენობა შეიძლება ამოხსნას ელენემ მე-5 დღეს. ესე იგი, რაც შეიძლება მცირე რომ ამოხსნას წინა დღეებში, ბევრი მოუწევს. ანუ ჩვენ გვინდა რომ მცირე იყოს ბოლო დღეს ამოხსნილი, ამიტომ მაქსიმალურად თანაბარი უნდა იყოს, ესე იგი ამ დღეებში და განსხვავება ერთი მაინც რომ იყოს თითო დღეში, მაშინ მივიღებთ ყველაზე უმცირეს რაოდენობას. მოდი თქვათ რომ 5 დღეში 15 სავარჯიშო გაეკეთებინა, 15 და ეხლა გვინდა რომ იყოს ყოველ დღეს უფრო მეტი. ამიტომ ყველას დავაკლეთ, ეს დავტოვოთ 15, აქ დავწეროთ 16, აქ 17, აქ 14, ხოლო აქ დავტოვოთ 13. ნახოთ, ესენი გვაძლევს 30, ესეც გვაძლევს 30, 75 და ყველაზე უმცირესი გამოვიდა 17 მე-5 დღეს რომ გააკეთოს. ბევრი უამრავი ვარიანტი და ყველაზე უმცირესი იქნება 17. შემდეგ მოცემულია 2 სიმრავლე, A და B სიმრავლე, რომლებიც არის რომ რაღაც სიმრავლის ქვესიმრავლეებია, A და B, A არის 13 ელემენტიანი, B 15. თვითონ ეს მოცემული სიმრავლე 20 ელემენტიანია. ანუ გამოდის რომ მათ თანაკვეთაში აქვთ რაღაც სიმრავლე, ანუ მისი ესეთი ურთიერთმდებარეობა აქვთ მათ ესეთი A და B სიმრავლებს. B სიმრავლეს. რა მოცემული რიცხვებიდან, პასუხებიდან რომელი შეიძლება იყოს A-ს თანაკვეთა B სიმრავლის ელემენტების რაოდენობა. ეხლა დავითვალისწინოთ იმსჯელოთ. ზოგადად მარტო ყველა ელემენტები რო A და B შედის და სხვა ელემენტი არ იყოს კიდე ამ სიმრავლიდან, მაშინ ესეთი მდგომარეობა უნდა გქონდეს A და B სიმრავლეს. 20 საჭარბებს 8. 8 უნდა იყოს საერთო რაოდენობა, თუ 13 აქ იქნება, ესე იგი 5, თუ 15 აქ იქნება 7. ასე იქნება განაწილებული მხოლოდ A-ში 5, მხოლოდ B-ში 7, საერთო 8. მაგრამ 8 პასუხებში არ გვაქვს, ამიტომ ყველა შევარჩიოთ. 4 რომ იყოს თანაკვეთაში, ნახოთ, თანაკვეთაში თუ 4-ია, აქ იქნება 9, აქ იქნება 11. სულ გადააჭარბას ეგ 24-ია, არ გამოგვადგება. თანაკვეთაში რომ 6 იყოს, აქ იქნება 7, იქნება 9. 13 და 9 არ გამოგვადგება. 7 რომ იყოს თანაკვეთაში, აქ იქნება 6, აქ იქნება 8, 15 და 6 ისევ მეტია და როცა თანაკვეთაში გვაქვს 9, A და B სიმრავლების თანაკვეთაში, აქ დაგვრჩება 4, აქ დაგვრჩება 6, ჯამში მივიღეთ 19 და გამოვიდა რომ საერთო შეიძლება იყოს 9, აქ იყოს 4, აქ 6 და ერთი ელემენტი იქნება მაშინ
კიდევ აი ამ სიმრავლეში, რომელიც არც ასე ეკუთვნის და არც B-ს, ანუ 9 არის ჩვენი პასუხი. თანაში არგუმენტის რომელი ნიშნულობას იღებს მოცემულ შუალედში მოცემული ფუნქცია თავის მაქსიმალურ მნიშვნელობას, თავის უდიდეს მნიშვნელობას. მე ახლა ეს კუთხეები დავაწერე, რას უდრის 2π-5 72 გრადუსია, ანუ π = 180-ია და ასე დავითვალე უხეშად. ანუ 90-დან დაცილებულია თანაბრად 18-ით მარჯვნივ, 18-ით მარცხნივ, სიმეტრიულად არის ეს წერტილები და მაქსიმალურ სინუსი იღებს აი აქ π-ნახევარში, როცა 1-ს უდრის, ანუ ჯერ ისდება აქ სინუსი, შემდეგ იკლებს. მაგრამ თუ საუბარია არგუმენტის მნიშვნელობაზე x-ზე, მაშინ ჩვენ უნდა ჩავთვალოთ, რომ 5x-ი უნდა იყოს π-ნახევრის ტოლი და x-ი უნდა იყოს π-1/10-ის ტოლი. აი ასე. x-ი π-1/10 უნდა იყოს და მთლიანად 5x-ი π-ნახევარი უნდა იყოს. მაგრამ პასუხებში π-ნახევარი არის ემთხვევა, დანარჩენი პასუხები ასეთ გამოგვადგება, ცოტა ბუნდოვანია, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ პირველი არის სწორი პასუხი. π-ნახევარი უნდა იყოს სრულიად 5x-ი. თუ ჩავთვლით არგუმენტად მთლიანად 5x, მაგრამ არგუმენტი აქ x-ია და x-ი π-1/10 უნდა იყოს. გადავიდეთ შემდეგზე. კლასში არის 24 მოსწავლე, მათგან მაგიდის კომპიუტერი აქვს 10 მოსწავლეს, პლანშეტი აქვს 7 მოსწავლეს, ხოლო როგორც მაგიდის კომპიუტერში პლანშეტი აქვს 5 მოსწავლეს, ან ორივე აქვს 5 მოსწავლეს, რა არის იმის ალბათობა, რომ ამ კლასის მოსწავლებიდან შემთხვევით შერჩეულ მოსწავლეს არ აქვს არც მაგიდის კომპიუტერი, არც პლანშეტი. თუ 5 აქვს ორივე, მაშინ მარტო კომპიუტერი ექნება, ასე პერსონალური ექნება 5 ადამიანს, მარტო პლანშეტი ექნება 2 ადამიანს, 2 ბავშვს. სულ ეს 12 ბავშვია. ამ დარჩენილი 12 ბავშვი არის ბავშვები, რომლითაც არ აქვთ არც კომპიუტერი, არც პლანშეტი. 12 24-დან ეს არის 1/2, არის ალბათობა იმისა, რომ შემთხვევით შერჩეული ბავშვი იქნება. ბავშვი არ ექნება. ისევე როგორც ექნება, იმის ალბათობაც 1/2-ია. ჩამში ხო ალბათობა 1-ის ტოლია. იპოვეთ M-ის ყველა ნიშნულობათა სიმრავლე, რომელთაგან თითოეულისთვის მოცემულ კვადრატულ განტოლებას აქვს სხვადასხვა ნიშნის 2 განსხვავებული ფესვი. 2 განსხვავებული ფესვი აქვს, ანუ ნიშნავს, რომ დისკრიმინანტი კაცრად მეტია 0-ზე. D მეტია 0-ზე. დადებითი ამ კაცრად და სხვადასხვა ნიშნიანი ფესვი აქვს, ნიშნავს, რომ ერთ დადებითი მეორე უარყოფითი, ანუ x1-ის ნამრავი x2-ზე უნდა იყოს უარყოფითი, ნაკლები 0-ზე. აი ეს პირობები უნდა შევასრულოთ. ახლა D რომ მეტია 0-ზე, ჩავწეროთ D რას უდრის? D D4-ს არ დავწერ, იმიტომ რომ ყველა ბავშვმა არ იცის, ამიტომ D-ს დავწერ პირდაპირ 36-ს გამოვაკლოთ 4 გამრავლებული M და M-2-ზე. ჩვეულებრივი ფორმულით ეს არის 36-ს გამოვაკლოთ 4m კვადრატი მინუს დავუმატოთ 8m. ეს უნდა იყოს მეტი 0-ზე. ამოვხსნათ ახლა როგორც ფესვები, ამოვხსნათ ამისი ესე იგი იპოვოთ ამის ფესვებიც და ჩავწეროთ 4m კვადრატი მინუსი დავწეროთ, შემდეგ პლუს 8m პლუს 36 მეტია 0-ზე. თუ -1-ზე გავამრავლებთ ყველაფერს, გვექნება აქ მინუსი და უტოლობად შეიცვლის მიმართულებას ესე. 4-ზე გავყოთ ყველაფერი m კვადრატს მინუს 2m მინუს 9 ნაკლებია 0-ზე, საიდანაც d იქნებოდა, თუ უტოლობით ამოვხსნით, d იქნებოდა 4-ს დამატებული 36, ეს არის 40. m1 არის 2-ს დავუმატოთ 40 არის 4-ჯერ 10, ანუ 2 ამოვაკიდან ფესი, 2 ფესვი 10-დან შეფარდებული 2-თან. ყველაფერი გაიყოფა 2-ზე და გვექნება 1 პლუს ფესვი 10 და m2 იქნება 1 მინუს ფესვი 10. ანუ ეს არის ფესვები. ახლა როცა გვაქვს ნაკლები ტოლი, ფესვებს შორის არის, ხო ასეა? ნაკლები მივიღეთ ფესვებს შორის აგვაქვს, მაგრამ ფესვებს შორის კი ბატონო, ფესვებს შორის აგვაქვს 1 მინუს ფესვი 10-დან 1 პლუს ფესვი 10-მდე არის ჩვენი ამონახსნთა სიმრავლე. და ეს კაცრი უტოლობაა. ახლა მეორეც უნდა ამოვხსნათ x1-ის ნამრავლი x2-ზე. ჩემო ძაღლმა შეგვაწუხა x1 x2-ზე ნამრავლი ვიეტას თეორემით არის m-2 შეფარდებული m-თან, ეს ნაკლებია 0-ზე. თუ ინტეგრალებით ამოვხსნით, ესე იგი აქ 0-ის გახდება როცა 2-ია, 0 ხდება როცა m-ი 0-ის ტოლია. ახლა ნახოთ, აი აქ მარჯვნივ იქნება პლუსი, თუ ჩავსვამთ ახლა ნებისმიერ თქვა 2-ზე მეტ 3-ს ჩავსვამთ, დადებითი იქნება, თუ ჩავსვამთ 1-ს მაგალითად იქნება უარყოფითი და აქეთ იქნება დადებითი. აქ გვაქვს 0, 2,
შუალედი ამონახსნები. 0, 2 და აი ეს შუალედი, ამათი საერთო არის 0, 2. ანუ ამათი შუალედი ესენი ეს შუალედი ამ შუალედში შიგნით არის, იმიტომ რომ ეს არის 1 - 3 და რაღაცა მთელი, იქნება -2, ეს არის 3-ზე მეტი, ანუ ეს შუალედი მათშია და თანაკვეთ ამ ორი შუალედის არის 0, 2 შუალედი. შემდეგ ამოცანაში მოცემული გვაქვს მართკუთხა სამკუთხედი, ცედანი დაშვებულია კიდევ მართობი ჰიპოტენუზაზე. AD-ს შეფარდება DB-სთან არის როგორც 2 შვიდთან, ტანგენს α უნდა იპოვოთ. ანუ ეს არის 2x, ეს 2-ის ტოლი არა, ეს 2x-ის ტოლი, ეს არის 7x. ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ, ესე იგი მართკუთხა სამკუთხედში დაშვებული სიმაღლე CD არის ფესვი AD-ს ნამრავლი DB-ს, ანუ 2x გამრავლებული 7x-ზე, იქნება 14x კვადრატი, x-ი ამოვა გარეთ ფესვიდან, იქნება x-ი ფესვი 14-დან. ხოლო ტანგენს α, ეხლა უკვე ამ სამკუთხედში, ამ მართკუთხედში, მოპირდაპირე კათედი, ანუ CD შეფარდებული DB-სთან. მაგრამ CD არის, მივიღეთ ჩვენ x-ი ფესვი 14-დან, ხოლო DB 7x-ია. 7x, x-ები შეიკოცება, იქნება ფესვი 14 შეფარდებული 7-თან. შემდეგ ამოცანაში მოცემულია ტო გვერდა ABC სამკუთხედი და უნდა ვიპოვოთ AB ვექტორის ნამრავლი BC ვექტორზე. სკალარული ნამრავლი უნდა ვიპოვოთ. როცა სკალარულ ნამრავლს პოულობთ, ესე იგი ვექტორები უნდა გამოდიოდნენ ერთი წვეროდან. ან შეგვიძლია ეს AB გადავიტანოთ და აქ ექნება 120 გრადუსიანი კუთხე, მაგრამ იგივეა თუ ჩავწერთ, რომ AB ნამრავლი BC-ზე, ეს არის იგივე -BA ვექტორი ნამრავლი BC ვექტორზე. ხო, შეგვიძლია ეს ჩავწეროთ. მინუს თუ დავწერთ, იგივე მივიღებთ. ეს იქნება BA-BA ვექტორის სიგრძე, ნამრავლი BC ვექტორის სიგრძეზე და მათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსი, ანუ 60 გრადუსზე. ეს არის 6-ების ტოლია, -36, კოსინუსი 60 არის 1/2, 1/2 იქნება -18-ის ტოლი. ტურნირში მონაწილეობს 13 მოჭადრაკე, ყველა თითო პარტიას თამაშობს ყველა მოჭადრაკესთან, მათ შორის არის გი, ანუ ყველა თამაშობს 12 პარტიას. 13 ეთამაშება 12. ანუ გიამ უნდა ითამაშოს 12 პარტია და რა არის ალბათობა იმისა, რომ გიას ზუსტად 4-ჯერ მოუწიოს თეთრებით თამაში. ნუ თეთრებით და შავებით თამაშის არჩევა კენჭისყრით ხდება. ანუ ზუსტად 4-ჯერ რომ მოუწიოს გიას თამაში, გვჭირდება ალბათობისთვის ხელშემწყობის შემთხვევა, ანუ 12-დან 4-ის არჩევანი გვაქვს, რადგანაც წყობას მნიშვნელობა რა აქვს, ეს არის ჯუბდება. C 12-დან 4-ის არჩევანი არის ხელშემწყობის შემთხვევა, რაც ჩვენ გვაწყობს. ხოლო ყველა შესაძლო შემთხვევა რა არის? 12 ადამიანთან თითოეულთან გიას აქვს ორი შემთხვევი, ორი შანსი აქვს, ესე იგი, ან თეთრები შეხვდება, ან შავები, ორი ხდომილება არის. ანუ 2 თავის თავზე 12-ჯერ უნდა გამრავდეს. ან 2-12 ხარისხში იქნება ყველა შესაძლო შემთხვევათა რაოდენობა. შემდეგ მოცემულია ეს ფუნქცია და უნდა ვიპოვოთ ამ ფუნქციის მნიშვნელობათა არე, ანუ y საიდან სანამდეა. აი, მაჩვენებლიანი ფუნქცია ზოგადი სახით, როცა a 1-ზე მეტია, ის რდადია, 0-1 გადის და მისი, ესე იგი, ასიმპტოტა ღერძი, ესე ვთქვათ, არის y-0, ანუ x ღერძი. 0 ვერ გახდება, ანუ ეს იმიტომ რომ ესე იგი, ხარისხის მაჩვენებელი a ხარისხად x-ი ვერც 0 გახდება და ვერც უარყოფითი. ამიტომ 0 პლუს ასრულობა არის მისი მნიშვნელობათა არე, მაგრამ როცა ფუნქციას ემატება ან აკლდება, ამ შემთხვევაში გამოვაკლდა 5, ის 5-ით დაიძრება ქვემოთ. ანუ თუ უკეთ და 1-ში გადაკვეთს -4-ში, ახლა აი აქ და ასეთი სახე იქნება -4-ში და ასიმპტოტა ახლა მისი შეუხებელი ღერძი იქნება -5. ანუ -5-მდე უახლოვდება, მაგრამ არ გახდება. -5 პლუს ასრულობა იქნება მნიშვნელობათა არე აი ამ ჩვენი ფუნქციის პლუს უსასრულობა. შემდეგ, აი აქ გვაქვს სამკუთხედი, რომლის წვეროები ემთხვევა აი ამ კვადრატული განტოლების ღერძებთან გადაკვეთის წერტილებს. პირველი x1, x2 უნდა ვიპოვოთ, ხოლო y-თან გადაკვეთის წერტილი 7 არის. პირდაპირ აქვე ჩანს. x1, x2 ვიეტად ვიპოვოთ, მათი ჯამი არის 8, მათი ნამრავლი არის 7, სტილი რიცხვები არის 1 და 7, ამიტომ 1 და 7-ს მოვნიშნავთ აქ და შევაერთებთ, მივიღებთ სამკუთხედს. და უნდა ვიპოვოთ უმცირესი გვერდი მათგან რომელია. ანუ ეს გვერდი 6-ის ტოლია. ეს გვერდი არის ტოლფერდა მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზა, სადაც 7 და 7, ანუ ეს იქნება 7 ფესვი 2-დან.
ხოლო ეს გვერდი იქნება ეს 7-ია, ეს 1-ია, 7-ის კვადრატს დამატებული 1-ის კვადრატი ფესვი 50-დან. ფესვი 50-დან დავტოვოთ ასე ჯობია, იმიტომ რომ შედარება გვინდა. ესენი ამათ შორის 7-ია მეტი, ამათ შორის ეს არის იგივე ფესვი 4-16-დან, ამიტომ ეს არის ამაზე მცირე და ჩვენი პასუხი აქ არის 6 არის ყველაზე მცირე გვერდი. შემდეგ სინუს x უდრის 7 მინუს 5a-ს იპოვეთ ამ პარამეტრის ყველა მნიშვნელობს და სიმრავლე, რომელთაგან თითოეულისთვის ამ განტოლებას აქვს ამონახსნი, რომელიც მოთავსებულია p2p შუალედში. ყველა ამონახსნი გვინდა, რომელიც p2p შუალედში არის მოთავსებული. ასე იგი p-დან 2p-მდე. აი აქ გვინდა ამ შუალედში მოთავსებული ყველა ამონახსნი. სინუსი აქ არის უარყოფითი, რადგანაც მკაცრია 0 არ ეკუთვნის, -1-დან 0-მდე უნდა იყოს, აი ეს სინუსი უნდა იყოს -1-დან 0-მდე. ანუ ჩავწერთ ორმაგ უტოლობას -1 ნაკლებია ანტოლი 7 - 5a-ზე და ნაკლებია 0-ზე. ყველაფერს ახლა 7-ს გამოვაკლებთ, გვექნება -8 ნაკლებია ანტოლი -5a-ზე, ნაკლებია -7-ზე, გავყოფთ -5-ზე და შევატრიალებთ ჩვენს უტოლობას. იქნება 7/5 ნაკლებია a-ზე, ნაკლები ანტოლი 8/5-ზე. ანუ ჩვენი ამონახსნთა სიმრავლე იქნება 7/5 8/5, ჩაკეტილი 8/5-ის მხრივ. ესე ქვემოთ ჩამოთვლილდა რომელია მცდარი გამონათქვამი. პირველი, თუ ორი განსხვავებული a და b წრფე m სიბრტყის მართობულია, მაშინ ეს წრფები ერთმანეთის პარალელურია. ეს ჭეშმარიტია, ხედავთ ხო? თუ ორი განსხვავებული m და n სიბრტყეები ერთი და იგივე a წრფის მართობულია, მაშინ ეს სიბრტყეები პარალელურია. მეორე წრფე დავხაზე, მაგრამ თუ ერთი სიბრტყის მართობულია ორივე, ესენი პარალელურია. ჭირდება იატაკის სიბრტყეები წარმოვიდგინოთ და მათ შორის ვქართ მაგალითად სვეტი დგას ბოძი. შემდეგ, თუ a წრფე m სიბრტყის მართობულია და a-ს გადამკვეთი b წრფე m სიბრტყის პარალელურია, მაშინ a და b წრფეები ერთმანეთის მართობულია. ცხადია, სწორია, ეს ჭეშმარიტია და მესამე, ნებისმიერად შერჩეული m და n სიბრტყეებისთვის და a წრფისთვის, თუ m პარალელურია a-ს და n-ის პარალელურია a-ს, მაშინ ეს სიბრტყეებიც პარალელურია, მაგრამ თუ ჩვენ ერთ შემთხვევას მაინც მოვიტანთ, როცა არ არის პარალელური, მაშინ ნებისმიერს არ. აი ეს შემთხვევა არის ამისი მაგალითი, რომ ეს წრფე პარალელურია ამ სიბრტყის, იმიტომ რომ თუ წრფე პარალელურია სიბრტყეში მდებარე რაიმე წრფის, მაშინ ის ამ სიბრტყის პარალელურია, მაგრამ სიბრტყეები პარალელური არ არის ერთმანეთს. ამიტომ მცდარი აქედან არის ეს, ანუ ნებისმიერისთვის ეს არ გამოდგება. შემდეგ გადავიდეთ ამაზე, OXY საკავდარო სიბრტყეზე მოცემულია სიბრტყის ორი გარდაქმნა, ჯერ 90 გრადუსით შემოbrunება ცენტრის გარშემო, შემდეგ ღერძული სიმეტრია, OY ღერის სიმეტრია. ესე იგი, უნდა შევასრულოთ A ვაგოთ, ეს B წერტილი უნდა ვიპოვოთ 100 მოbrunებით და რომელი აქედან ჭეშმარიტი და სწორიო. ყოველ ის შემთხვევაში ჩვენ რაღაცა კონკრეტული რიცხვი ავიღოთ, კონკრეტული წერტილი, მაგალითად ავიღოთ 3-4 წერტილი, 3-4 წერტილი, ასე და ამაზე შევასრულოთ ეს ჩვენ გარდაქმნა. ჯერ ის გარდაქმნა შევასრულოთ, შემდეგ ვნახოთ რომელია სწორი აქედან მოცემული პასუხებიდან. ანუ ვაბრუნებთ 90 გრადუსით, O ცენტრის გარშემო, 3-4 გადავა 4-3 წერტილში, 4-3-ში გადავა 3-4 წერტილი, ესეთი 90 გრადუსიანი მოbrunებით. შემდეგ OY ღერის მიმართ უნდა იყოს სიმეტრიული წერტილი 4-3-ში. -4-3 გადავა 4-3-ში, აი აქ გადავა ეს წერტილი, ეს იქნება 4-3 და ეხლა კითხვებს დავუბრუნდეთ. B წერტილი, ეს იყო A წერტილი, ეს არის B წერტილი. B წერტილი მიიღება A წერტილიდან, A წერტილის მოbrunებით O წერტილის მიმართ 180 გრადუსით, ანუ 180 და მოbrunეს აი აქ, არასწორია პირველი. მეორე. B მიიღება A წერტილის, B ასიმეტრიულია OX ღერძის მიმართ, ანუ სიმეტრიული, მაშინ აქ უნდა იყოს, არასწორია. B წერტილი A წერტილის სიმეტრიულია სათავის მიმართ. არა, OY ღერძის მიმართ, არ არის სიმეტრიული. და სიმეტრიულია Y უდრის X წრფის მიმართ. ანუ Y უდრის X წრფის მიმართ სიმეტრიულია ნამდვილად, იმიტომ რომ Y უდრის X-ის შემთხვევაში X გადადის Y-ში, Y X-ში, ანუ 3 გახდა 4, 4 გახდა 3. ანუ პასუხი სწორია მეოთხე. შემდეგ მოცემულია რიცხვი მიმდევრობა, ზოგადი წევრი მოცემულია ამ ფორმულით და უნდა ვიპოვოთ A2n - AN + 1, ნატურალური რიცხვია.
არაფერი აქ 2, სადაც n-ია 2n-ს ჩავსვამ და სადაც n-ია n + 1 ჩავსვამ. და რომ ჯერ 2n-ზე ჩავწეროთ ესა 2n კვადრატში გამოკლებული 3 გამრავლებული 2n-ზე. ეხლა ვაკლებთ ამას. n + 1, n + 1 კვადრატში. აქ მინუს მინუსი პლუსი იქნება 3 გამრავლებული n + 1-ზე. გავხსნათ ჩხილად 4n კვადრატს. გამოვაკოთ 6n, გავხსნათ ჩხილები -n კვადრატში, ყველგან მინუსი იქნება აქ -2n, -1 დამატებული 3n დამატებული 3. ეხლა დავაჯგუფოთ ერთგვარი წევრები 4n კვადრატში, არა, გამოკლებული n კვადრატი, 3n კვადრატში, -6n და -2n, -8n, -8n და +3n, -5n. გამოკლებული 5n და დაგვრჩა თავისუფალი წევრი -1 და +3 არის დამატებული 2. გვაქვს საფრანგეთის პასუხები ვნახოთ -3. დიახ, ეს არის მეორე B არის სწორი. ვიპოვოთ ამ მოცემული გამოსახულების უმცირესი მთელი რიცხვი, რომელიც მეტია მოცემულ გამოსახულებას. პირველ რიგში გამოსახულება გავამარტივოთ, დავიყვანოთ ერთნაირ ლოგარითმთან ფუძეზე, ეგ იქნება ლოგარითმი 3-ის ფუძით 4-ის, გამოვაკლოთ ლოგარითმი 3-ის კვადრატი 11-ის კვადრატი. ეს 2 გადმოდის როგორც 2 კოეფიციენტად, ეს 2 გადმოდის როგორც 1/2. ანუ 2 1/2-ზე გამრავლებული მაინც 1 იქნება და შეგვიძლია ეს თავმოთ მოვაშოროთ, გვექნება ლოგარითმი 3-ის ფუძით 4/11-ის. ეხლა უნდა ვნახოთ მოცემული ჩვენი გამოსახულებიდან, რომელია მასზე მეტი და ყველა მათ შორის მცირე რომელია. ესე იგი, ჩავწეროთ, ნახეთ, როცა ლოგარითმი -2 რომ იყოს, ლოგარითმი 3-ის ფუძით 1/9 უნდა იყოს, რომ გახდეს -2. -1 რომ იყოს, ლოგარითმი 3-ის ფუძით 1/13 არის -1-ის ტოლი. ლოგარითმი 3-ის ფუძით 1 არის 0-ის ტოლი და ლოგარითმი 3-ის ფუძით 3 არის 1-ის ტოლი. და სად არის ახლა მოთავსებული ჩვენი? 4/11 არის 1/13-სა და 1-ს შორის. ნახოთ არის თუ არა ასე მართლაც. 1/13 ეს არის 11/33. ხოლო 4/11 ეს არის 12/33. ანუ ის მოთავსებულია -1-სა და 0-ს შორის, 0 მასზე მეტია და ჩვენი პასუხი სწორი იქნება 0. ასე. მოცემულია ესე იგი ხები და მკვეთი ერთი წერტილიდან გამოდის, ხები და მკვეთი. მოცემულია ის რომ მკვეთი გადის ცენტრზე, AB სიგრძე უნდა ვიპოვოთ, AC ვიცით 4-ის ტოლია, რადიუსი 2-ის ტოლია და აქ ფორმულა არის პირდაპირ საფორმულა ხების კვადრატი უდრის AC ნამრავლი, აი აქაც 1 დავაწეროთ, სიმკვეთის გარე ნაწილი გამრავლებული მთელ მკვეთზე. ანუ AB არის კვადრატული ფესვი AC გამრავლებული AC1-ზე. AC არის 4-ის ტოლი, AC1 არის აქ რადიუსი 5 თუ 10 დამატებული 4 14. ფესვი 4-დან ამოდის, ხოლოდ იქნება 2 ფესვი 14-დან ჩვენი სწორი პასუხი. უტოლობა, ანუ ჩავწეროთ ესენი 3 - x ხარისხი არის 1 შეფარდებული 3-ის x ხარისთან. 3-ის x ხარისხი. დავამატოთ, ეს იქნება 3 გამრავლებული 3-ის - x ხარისხი, ანუ 3 შეფარდებული 3-ის x ხარისთან. ნაკლებიან ტოლი 40-ზე. საერთო ნიშნული აქვთ ორივეს 1, ამიტომ შევკრებთ 1 და 3-ს, გვექნება 4 შეფარდებული 3 ხარისხად x-ზე, ნაკლებია ამ ტოლი 40-ზე. შეგვიძლია ორივე გავყოს 4-ზე, დადებით ორივე მხარე, დადებითზე გაყოფის არ იცვლება უტოლობის ნიშანი, გვექნება 1 შეფარდებული 3-ის x ხარისხი, ნაკლებია ამ ტოლი 10-თან. მოდი ახლა ჩავწეროთ ორივე 3-ის ფუძით, ანუ 3 ხარისხად - x ნაკლებია ამ ტოლი. ახლა ლოგარითმის ძირითად იგივეობას გამოვიყენებ. 3 ხარისხად ლოგარითმი 3-ის ფუძით 10-ის არის 10-ის ტოლი. ხომ? სამაგიეროდ გვაქვს ერთნაირი ფუძე, რომელიც 1-ზე მეტია. თუ 1-ზე მეტია უტოლობა არ იცვლება, გვექნება -x ნაკლებია ამ ტოლი ლოგარითმი 3-ის ფუძით 10-ზე და x. ახლა მინუსი ვამრავლებთ, შეიცვლება უტოლობა მეტია ამ ტოლი - ლოგარითმი 3-ის ფუძით 10-ისა. ანუ
ესე იგი ამონახსნი იქნება x-ი ეკუთვნის ჩაკეტილი აქედან მინუს ლოგარითმი 3-ის ფუძით 10-ის პლუს უსასრულობა. გეომეტრიულ პროგრესიაში მნიშვნელოვანი 4-ის ტოლია, პირველი და მეხუთე წევრების ნამრავლი მესამე წევრის ტოლია, b რას უდრის მეხუთე წევრი. ზოგადად გეომეტრიულ პროგრესიაში თითოეული წევრი მასთან ახლო მდებარე მეზობელი წევრების თანაბარ დაშორებული წევრების საშუალო გეომეტრიულია. b3 არის მაგალითად b2 და b4-ის საშუალო გეომეტრიული, ასევე b1 და b5-ის. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ b3-ის კვადრატი უდრის b1 b5-ს. მაგრამ მოცემულობით რომ არ უდრის კვადრატს, ისეთ რიცხვი აქვს, რომ 1 ის კვადრატი და ეს რიცხვი ერთმანეთის ტოლია. ანუ ეს 1-ის ტოლი უნდა იყოს b3 ყველა ვარიანტში. ანუ გამოვიდა რომ b3 უდრის 1 და b1 და b5 ურთიერთშეგნებული რიცხვები იქნება. ეხლა შევამოწმოთ მაშინ. b1 ჩავწეროთ b1 გამრავლებული, b5 არის b1 გამრავლებული q ხარისხად 4-ზე. ეს არის b1-ის კვადრატი გამრავლებული 4 მეოთხე ხარისხში, ეს 1-ის ტოლია, საიდანაც b1 კვადრატში უდრის 1 შეფარდებული 4-ის მეოთხე ხარისხზე. ამოვიყვანოთ ახლა აქედან კვადრატიდან ეს იქნება b1 არის 1 შეფარდებული 4-ის კვადრატი, ანუ 1/16 და გამოვიდა რომ b5 იქნება 16-ის ტოლი, და მათი ნამრავლი გვაძლევს 1-ს. აი აქ ნახოთ, ამ ჩამოთვლილი მნიშვნელობიდან რომელი შეიძლება მიიღოს აი ამ ფუნქციამ, y-ის კოსინუს x ფუნქციამ. ესე იგი მნიშვნელობა ნიშნავს მნიშვნელობათა სიმრავლეს. საიდან სანამდე აქვს კოსინუს? აქვს -1-დან 1-მდე. ანუ -1-დან 1-მდე თუ არის რომელიმე აქედან მნიშვნელობა, მაშინ იქნება p 3.14-ია მეტია, p ნახევარი არის 1-ზე მეტი, p მე-13-იც არის -1-ზე მეტი, ხოლო -p მე-4 არის -1 და 1 შორის და ამიტომ ეს იქნება შეგიძლია 3.14 გავყოთ 4-ზე. 3-ში არ მოთავსდება 0 რაღაც და ამიტომ ის არის ნამდვილად -1 და 1 შორის. ამიტომ ეს მოთავსდება. ეს იქნება მნიშვნელობა და ამან შეიძლება მიიღოს ეს მნიშვნელობა. შემდეგ მოცემული გვაქვს ორი სიბრტყე, ერთ სიბრტყეში კვადრატია, მეორეში სამკუთხედია. ესე იგი დაშვებული სიმაღლე, ეს კვადრატის შუაგულშია დაშვებული, ეს პროექცირდება კვადრატის შუაგულში, შუა წერტილზე. კვადრატის გვერდი 8-ის ტოლია, ეს 6-ის ტოლია. უნდა იპოვოთ ორწახნაგა კუთხე, რომელიც წარმოქმნილია ამ ორ სიბრტყეს შორის, სამკუთხედის და კვადრატის სიბრტყეს შორის. ორწახნაგა კუთხე რომ იპოვოთ, უნდა იპოვოთ რაიმე წერტილი და სადაც მართობი გავატაროთ აი ამ დაშვებულ მართობამდე. აქედანაც მართობი გავატაროთ და იქიდანაც მართობი უნდა გავატაროთ. აი აქედან მწეროდა. მაგრამ რა წერტილია ეს? აქედან კვადრატის დიაგონალიდან მართობი რომ გავატაროთ გვერდზე, ესე იგი შუა გვერდში, შუა წერტილში მოხდება. მაგრამ ეს სამკუთხედი, რა ვიცით რომ შუაში მოხდება, არის თუ არა ტოლფერდა. ჯერ ეს უნდა გავარკვიოთ, თუ ტოლფერდა, მაშინ შუა წერტილში მოხდება ეს დაშვებული მართობული. ეხლა ვნახოთ, ეს სამკუთხედი ვნახოთ, DO-S-ი და SAO. ამ სამკუთხედებს აქვს საერთო ეს კათეტი SO და ტოლი აქვს ქვედა კათეტი DO და AO. ესე იგი, მართკუთხა სამკუთხედებს აქვს კათეტები ტოლი, ანუ ჰიპოტენუზას ტოლი ექნება და ეს იქნება ტოლფერდა სამკუთხედი. ესე იგი, დავუშვებთ თავისუფლად ჩვენს მართობულს აი აქ, შუა წერტილში და აქედანაც მართობულს დავუშვებთ. ეს საძიებრივი კუთხე არის ალფა ჩვენი საძიებრივი კუთხე. მაშინ ამ სამკუთხედში ჩვენთვის ეს გვერდი ცნობილია, ნახევარი არის კვადრატის გვერდის 4-ის ტოლია, ცნობილია მეორე კათეტი და ალფა იქნება, ალფას იპოვით ტანგენსი, ტანგენს ალფა უდრის 6 შეფარდებული 4-თან, ანუ 3/2. საიდანაც თვითონ ალფა არის აქ ტანგენს 3/2. შემდეგ გვაქვს მოცემული კვადრატული ფუნქცია. ვიპოვოთ a plus b წერტილები არის, აი ამ წერტილები არის არა ამ ფუნქციის, უბრალოდ წერტილებია აღებული, რომლებიც სიმეტრიულია აი ამ ფუნქციის სიმეტრიის ღერძის მიმართ არის სიმეტრიული და a plus b ვიპოვოთ. ეხლა ნახეთ x0. და სიმეტრიის ღერძი არის ამის x0, ანუ წვეროზე გამოვალ x0 არის -b შეფარდებული 2-100-თან. ვაზია. ეს არის მინუსი არის, მაშინ 3 შეფარდებული 4-თან იქნება სიმეტრიის ღერძი. 3/4-ზე გამავალი იქნება სიმეტრიის ღერძი. ამის მიმართ სიმეტრიულია,
ეს წერტილები. ერთი არის 1-3 წერტილი. 1-3 წერტილი. მეორე მისი სიმეტრიული არის, აი აქეთ მხარეს. ახლა უნდა გავიგოთ ეს წერტილები რა არის. B არის 3 ტოლი. ცხადია. A არის ტოლი, ახლა ვნახოთ. ესე იგი 1-მდე 3/4-დან 1/4 მანძილია. აქედაც 1/4 მანძილი უნდა იყოს, 3/4-ს 1/4 გამოვაკოთ, იქნება 2/4, იგივე 1/2, ყოფილა 1/2, 3. A + B იქნება 1/2-ს დავუმატოთ 3, ეს არის 7/2. 7/2. 16 ამოცანაში მართკუთხედია მოცემული და წერტილები M და N-ისია მონიშნული, რომ აქ მიიღება 3 ტოლი მონაკვეთი და A-N და D-N წფები იკვეთება კარ-წერტილში. უნდა ვიპოვოთ მართკუთხედის და ამ სამკუთხედის ფართობების შეფარდება. ანუ რომ ჩავწეროთ ესე იგი ფართობების შეფარდება, ჯერ დავწეროთ ABC-ზე ოთხკუთხედის მართკუთხედის ფართობი, როგორ შეიძლება გამოვიტოვოთ. ეს არის AB-ს ნამრავლი BC-ზე. ხოლო აი ამ სამკუთხედის ფართობის შეფარდება, ფართობი იქნება 1/2 AD, იგივე AB, ამ BC, იგივე BC-ან AD-რა მნიშვნელობა არ აქვს, AD გამრავლებული, მოდი სიმაღლეზე დავწეროთ ესე. დავუშვათ აქ სიმაღლე. ხო, კარგი, შემიძლია რა უშვას. სიმაღლე დავუშვათ, ამას დავარქვათ A-ში. ეხლა ერთ რამეს დავაკვირდეთ. აი ეს კუთხეები, ვერტიკალური კუთხეები ტოლია. ეს კუთხეებიც ამ კუთხეს ტოლია, იმიტომ რომ აქ არის მართკუთხა სამკუთხედი, აი ესა და ესა და მსგავსია. ეს სამკუთხედის და ეს სამკუთხედის ყველა მსგავსია. ანუ 4, 1, 2, 3, 4 მსგავსი სამკუთხედი გვაქვს. ეხლა მოდი ამ ორი სამკუთხედის მსგავსებიდან, ესე იგი სამკუთხედების მსგავსებიდან, ორი სამკუთხედის მსგავსებიდან ჩავწეროთ პროპორცია. ანუ ორ ხაზიანის პირდაპირ და ერთ ხაზიანის პირდაპირ მდებარე გვერდები. ერთ ხაზიანის პირდაპირ მდებარე ამაში არის AB, შეფარდებული ერთ ხაზიანის პირდაპირ მდებარე KO-ზე, ისე შეფარდება KO-ს, როგორც ორ ხაზიანის პირდაპირ მდებარე BM, შეფარდება ორ ხაზიანის პირდაპირ მდებარე MO-ს. ამ ყველა გვერდებს, ტოლ გვერდებს X-ები დავარქვათ. აქ X ნახევარი იქნება. X ნახევარი. ეხლა BM არის X-ი, MO არის X ნახევარი. X-ები შეიკვეცება და ეს ყოფილა 2. ანუ AB არის ორჯერ მეტი KO-ზე. ეხლა რაც გვაქვს ყველაფერი შევიტანოთ აი აქ. AB ჩავწეროთ როგორც 2KO. 2KO. BC არის 3 ცალი X, საერთოდ მონაკვეთი იყო გამრავლებული 3X-ზე. შეფარდებული 1/2. AD არის ისევ 3X-ი. ხოლო სიმაღლე A-ში არის AB-ს დამატებული KO. AB 2KO იყო, კიდე 1KO 3KO. 3KO. ეს წავშალოთ უკვე აღარ გვინდა. 3X და 3X შეიკვეცება, KO და KO შეიკვეცება, 2 ავა ზევით, 4 იქნება, 4 მესამედი არის, ესე იგი ამ ფართობების შეფარდება, როგორც 4-3-თან. შემდეგ მოცემულია კონუსი, გვერდცრაფის ფართობი არის ორჯერ მეტი ფუძის ფართობზე, ვიპოვოთ სიმაღლის შეფარდება რადიუსთან. ანუ ეს რაც გვაქვს მოცემულობაში, ჩავწეროთ გავშალოთ ფორმულის სახით. აი აქ ეს არის სიმაღლე A-ში, R და აპოთემა L. ეს გვერდითი არის PRL, ფორმულით PRL. ფართობი კი არის PR კვადრატი. P და P შეიკვეცება, R და 1 ცალი R და L ყოფილა 2 R-ის ტოლი. ეხლა მოდით სიმაღლე პითაგორათი ჩავწეროთ. პითაგორათი L კვადრატს გამოვაკოთ R კვადრატში. მაგრამ L 2R-ია, კვადრატში 4R კვადრატი იქნება, გამოვაკოთ R კვადრატი იქნება 3R კვადრატში. R გამოვა ფესვიდან და R ფესვი 3-დან. ეხლა ჩავწეროთ შეფარდება. A შეფარდებული R-თან არის, A-ში არის R ფესვი 3-დან, შეფარდებული ფესვი 3-თან. ეს არის შეფარდებული R-თან, გასწრებთ. R-თან ეს არის ფესვი 3-ის ტოლი. R-ები შეიკვეცება. აქ მოცემულია მაჩვენებლიანი ფუნქცია. ეს წერტილები ამ ფუნქციას ეკუთვნის, ფუნქციის გრაფიკს
და უნდა ვიპოვოთ b პარამეტრის მნიშვნელობა. რადგანაც გვაქვს წერტილები, პოულობთ, ჩავსვამთ აქ და ეს 1x-ია, 2y, იქვე f-ია. ანუ 2 უდრის a ხარისხად 1-ს დამატებული b. მეორე შემთხვევაში 8 უდრის a ხარისხად -1-ს დავუმატოთ b. რვა ჩავწეროთ როგორც 2-ის კუბი. მოდი ესეც ავიყვანოთ კუბში ორივე მხარე, კუბში ავიყვანეთ და აქაც 3-ზე გავამრავლოთ. მარცხენა მხარეები ტოლია, მარჯვენაც ტოლია და რადგანაც აქ ორივე ერთნაირი ფუძიანია, ხარისხის მაჩვენებლების ტოლი იქნება. ანუ გავამრავლოთ თან 3-ს დამატებული 3b უდრის -1-ს დავუმატოთ b. b-ს გადავიტანთ აქეთ, გამოვაკდება 2b უდრის 3-ს მინუსით გადავიტანთ -4 იქნება და b -2-ის ტოლია. შემდეგ ამოცანაში abcd კვადრატია, გვერდის სიგრძე აქვს. იპოვეთ იმ წრეწირის რადიუსი, რომელიც გადის კვადრატის a და b წვეროებზე და ეხება cd გვერდს. აქ მხებია. რას უდრის r? ესე r რომ ვიპოვოთ, ნახეთ, ჩვენ შეგვიძლია ესეთ რამე გავაკეთოთ. რადგანაც ეს მართი კუთხეა, წვეროზე მდებარეობს წრეწირის, ამიტომ ცენტრი გადის აი ამ გადაკვეთის წერტილზე. აქ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს ჩახაზული კუთხე, უკვე მართკუთხა მართკუთხედია, დიამეტრზე გადის მისი ჰიპოტენუსა დიამეტრზე. მოდი ვიპოვოთ d ჩავწეროთ ესე იგი ხების და მკვეთის ფორმულა. de კვადრატი უდრის df გამრავლებული d-აზე. d არის a/9 კვადრატში იქნება a კვადრატი 4-თან. df უცნობია, df არის, ხოლო d არის a-სტოლი, გამრავლებული a-ზე. ორივე მხარეს შეგვიძლია a შევკეცოთ და df გამოვიდა 1/4 a-სტოლი. ეს თუ 1/4 a არის, დარჩენილი ნაწილი იქნება 3/4 a. 3/4 a. გვაქვს მართკუთხა სამკუთხედი, ერთი კატეტი არის 3/4 a, მეორე a, ანუ რადიუსი ვიპოვეთ, აი ამ ჰიპოტენუსის დიამეტრთან 2 ცალი რადიუსი უდრის 2 ცალი 2r უდრის კვადრატული ფესვი a კვადრატს დამატებული 3/4 იქნება კვადრატში 9/16 a კვადრატი. იქნება ეს 25/16, ანუ 5/4 a. თუ 2r ამას უდრის, r იქნება 5/4 a-სტოლი. ამოცანებიც ამოხსნათ, ორი ჭურჭელიდან თითოეულში ჩასხოლია 10 კილოგრამი მარილ ხსნარი, მეორე ჭურჭელში მარილის პროცენტული შემცველობა 4-ჯერ მეტია ვიდრე პირველში, ანუ ეს 4r% არის, r%-ია. რა რაოდენობის უნდა გადავასხათ, რამდენი კილოგრამი პირველიდან მეორეში, რომ მეორეში მარილის პროცენტული შემცველობა იყოს 3-ჯერ მეტი ვიდრე პირველში. ანუ ეს დიდი პროცენტული შემცველობისაა და ნაკლებად პროცენტული შემცველობის ხსნარი უნდა გადავასხათ, რომ შუტად დაიკლოს მისმა, 3r გახდეს ახლა. გადმოვიღოთ ეს მეორე ხსნარი აქეთ, ეს 10 კილოგრამიანი, რომელშიც შემცველობა არის 4r%. დავუმატოთ აქედან აღებული რაღაცა x კილოგრამი, რომელიც უნდა ვიპოვოთ, ეს იგივე კონცენტრაციისა რაც იყო საწყისი r%-ის და უნდა მივიღოთ ახალი ხსნარი, რომელშიც იქნება უკვე 3r, იმიტომ რომ 3-ჯერ მეტი იყოს პროცენტული შემცველობა და ეხლა მისი რაოდენობა იქნება 10 დამატებული x. ეხლა ყველა შევკრიბოთ, ყველა მარილები ეხლა 4 გამრავლებული 10-ზე, 4r გამრავლებული 10-ზე იქნება 40r დამატებული rx უდრის 3 გამრავლებული 10 + x, 3r გამრავლებული 10-თან გამრავლოთ 3r გამრავლებული 10-ზე იქნება 30r დამატებული 3r გამრავლებული x + 3rx. ეს 30 გადავიტანოთ, გამოვაკდება 40, იქნება 10r უდრის rx გადავიტანოთ 3-ს გამოვაკდება, იქნება 2rx, საიდანაც x-ები შეიკვეცება და r-ები და x გამოვიდა 5-ის ტოლი. 5 კილოგრამი და გადავიტანოთ 9 ესე იგი. ეხლა შემდეგ ამოცანაში. მოცემული გვაქვს ესე იგი m და n ნატურალური რიცხვებია და უნდა ამოვხსნათ ესეთი წილადი დამტოლება.
მიხედავთ ესეთი ცოტა გაუგებარი მაგალითი, ასე ვთქვათ, არ ემორჩილება წესებს და კანონებს ჩვენს წარმოდგენაში. რა უნდა ვქნათ აქ? გვაქვს წილადი 0-ის ტოლია და რა რიცხველი უნდა იყოს 0 და მნიშვნელი არ უნდა იყოს 0. თან ამასთან მნიშვნელი არის ფესქვეშ და ფესქვეშა გამოსახულება უნდა იყოს დადებითი აუცილებლად 0-იც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ნიშნულში არ შეიძლება. ჩავწეროთ ახლა ეს რა თქვით ყველაფერი 11m კვადრატს დამატებული 5mn გამოვაკოთ 6n კვადრატში უდრის 0-ს, ჯერ ეს ამოხსნათ. ან დაქვით ავწეროთ რომ 256-ს გამოვაკოთ 8m - 7n, ეს მკაცრად მეტია 0-ზე, ეს ორი პირობა უნდა შესრულდეს. პირველი კვადრატული განტოლება ამოხოთ m-ის მიმართ, დისკრიმინანტი d უდრის 5n კვადრატში ან 25n კვადრატს მინუს პლუსი 4 ჯერ 6 24, 24 ჯერ 11 იქნება, ასე 24-ს გავწევთ და მათ შორის ჯამს ჩავტვეთ 11-ზე განმავლობა ხვასია n კვადრატში. ეს არის 299n კვადრატში, ეს არის 17n-ის კვადრატი, საიდანაც m1 არის -5-ს დავუმატოთ 17 -5n-ს დავუმატოთ 17n, დავუმატოთ 17n, გავყოთ 2 - 11 22-თან. ეს იქნება 12 მე 12-დი, 12 და გავყოთ 6 6 ეს m1 და m2 იქნება -5n-ს -17n შეფარდებული 22-თან, ეს არის -22 - n. m - n-ის ტოლია, ისინი ნატურალური რიცხვებია, ეს არ გამოგვადგება. ისა განვიხილოთ ახლა, როცა m უდრის 6 მე-11n-ს. ეს დავიტოვოთ და მეორეც უნდა ამოვხსნათ. m უდრის აი ამას, მოდი m გამოვსახოთ. 8m რას უდრის? 8m გადავიტანოთ მუტოლობის ერთ მხარეს, მეორე მხარეს თანაც ნახეთ 8m მინუსით იყო, ამიტომ მუტოლობას შეუსწვლით ნიშანს და 8m ნაკლებია, ესენი ჩვენ გადავიტანეთ შეუსწვალეთ ადგილებით 256-ს გამოვაკლოთ 7n. 8-ზე გავყოთ ორივე მხარე, იქნება m ნაკლებია 25-ში 8 ჩაეტევა 3 ჯერ 16-ში 2 ჯერ გამოკლებული 7 მერვედი n. მოდი m-ი შევცვალოთ 6 მე-11n-ით, გვექნება 6 თანაც ისიც გადავიტანოთ იქით 6 მე-11 m-ს დავუმატოთ 7 მერვედი n ნაკლებია 32-ზე. ეს იქნება 98 იქნება საერთო მნიშვნელი, გამრავლდება 8-ზე 48 დამატებული 11-ზე 77 n ნაკლებია 32-ზე და საბოლოოდ მივიღებთ რომ აქ იქნება 125 n ნაკლებია 32 გამრავლებული 125-ზე შეფარდებული 88-დან. ჩანდა თუ არ ვიცი, აი ასე ნაკლებია ამაზე. n ნაკლებია. ეს რიცხვი არის დაახლოებით n ნაკლებია 22.526. n 22-ზე მეტი არ შეიძლება იყოს. ეხლა მოვნიშნოთ ყველა აქ რიცხვები. ნატურალური რომ იყოს, n შეიძლება იყოს ან 11 ან 22. 22-ზე მეტი არ გვაწყობს. n როცა 11-ია, m იქნება 6-ის ტოლი, როცა n 22-ია, m იქნება 12-ის ტოლი.